როგორც ვიცით, პირველი 2 თვის განმავლობაში უკვე 51%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა საქართველოში, ანუ ძალიან დიდი მოთხოვნა არის, რომ უფრო მეტი კვალიფიციური კადრები გვყავდეს და ეს ცენტრი მისცემს ამის საშუალებას. და ესენი ნამდვილი დასაქმებელები არიან თუ იმიტირებული? აი, კითხებს დავზავთ. ესეთი სტაფის და ტურიზმის მე არ ვიცი სოფლიოში ქვეყანა რომელსაც ეს აქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მე როცა ამირჩიეს პრეზიდენტად იმ წელს იყო თვალწები 100,000 ვიზიტორი. შარშანწინ იყო 2 მილიონი, შარშან თითქმის 3 მილიონი. წელს გვექნება მოყოლება თითქმის 4 მილიონი და 5 მილიონი მომავალ წელს თუ არ იქნება, იმის შემდეგ წელს 5 მილიონზე ბევრად მეტი იქნება. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოტენციალი არის სადღაც 10-12 მილიონი ტურისტი მაინც. წამოვა ახლა შედარებით უფრო შემოსავლიანი ტურიზმი, ვთქვათ, იგივე გერმანიიდან, იგივე პოლონეთიდან. ჩვენ ახალი ბაზრები გვაქვს. კიდე სრულიად აუთვისებელი გვაქვს, მაგალითად პოლონეთის ბაზარი. წარმოუდგენლად დიდი პოტენციალი და წარმოუდგენლად დიდი ტოვა აქვს საქართველოს მიმართ. გერმანელები ყოველთვის პირველები შედიან და გერმანიაში ჩვენ იმის 5%-ს ვერ ვიყენებთ, რაც რეალურად ამ ბაზრის მოთხოვნა შეიძლება იყოს საქართველოში. გუდაური კვეთად ფართოვდება, მაგრამ ახალი დიდი სათხილამურო კურორტი შედება მესტიის თავზე თეთნურდი, რომელიც გუდაურზე ორჯერ დიდი იქნება. ეს ორი დიდი საერთაშორისო კურორტი იქნება, გოდერეცი შედება საერთაშორისო კურორტი. საქართველოს კურორტების ყველაზე დიდი ნაწილი, ყველაზე დიდი საქართველოს ქართული კურორტი იქნება ჩემის აზრით წყალტუბო. და წყალტუბოს განვითარება იწყება წელს. ჩვენ კიდე გვაქვს ძალიან დიდი სამომავლო გეგმები, რომ გქონდეს გიდების კურსებიც, კულინარიის კურსებიც, უკვე შემდგომში სხვა სართულებსაც ავითვისებთ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი ეტაპი და 100-დან 200 სტუდენტამდე ვარაუდობ წლის ბოლომდე. ჩვენ ახლა თავი ვაკეთებთ. ბიჭები სად არიან? ერთი და ორი დამალეთ იქუგან. საერთოდ ეს იდეა რო იცოდეთ სასწრაფო საიდან გაჩნდა 2 წლის წინ, როცა იყო ვერაფშულ თავიდან რო დაიწყო მუშაობა, გაიგო რომ ახალი საპრეზიდენტო სასახლისთვის შეუსყიდიათ, მეც არ ვიცოდი, სამზარეულო ახალი. ნუ იქ მიღებებისთვის, დელეგაციებისთვის მოსადილებს 8 დღე მოხდა. თუ ძალიან ესეთი თანამედროვე სამზარეულოს მოწყობილობა. და მოვიდა და პირველი რაც დააყენა საკითხი, რომ იქნება სამზარეულო, თქვენ ცოტა უფრო უბრალო სამზარეულო შევეცო სადმე ჩვეულებრივი და ეს მაგარი სამზარეულო გადმოეცით, რომ ვასწავლოთ ხალხს მათ შორის ესეც. როგორ მუშაობს თანამედროვე სამზარეულო მოწყობილობა, იმიტომ რომ ესეთები აქვს ყველაზე მაგარ სასტუმროებს და ესეთი ტურისტულ ცენტრებს და რაღაცა. და მოკლედ პრეზიდენტი წაართვა სამზარეულო მოწყობილობა და წამოვიღო სტუდენტურ ცენტრში. ამის შემდეგ ვინმე დაიწყოს ლაპარაკი, რომ საქართველოში არ არის თუნდაც შიდა სამთავრობო დემოკრატია. აბსოლუტური შიდა სამთავრობო დემოკრატია. მინისტრმა წაართვა პრეზიდენტს კვების მოწყობილობა. მე ვფიქრობ ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ და სწორი იყო, რომ აქ დამოვიდა. იმიტომ რომ მართლაც ჩვენ ვერ წარმოვიდგენია, ჩვენ გონია იმდანაც ჩქარა იზრდება ტურისტების რაოდენობა, გონია ყველაფერი ძალიან ჩქარა იწვევს, პოპულაცია მაინც იზრდება. ჩვენად ჩვენ ნიშნავ ყველაფერი ნულიდან როცა იწყება, ახალგაზრდობისთვის არის ბურთის და მოედანიც. მართლა ეს. ასე რომ აბა თქვენცით გაბედეთ, გარისკეთ. ბოლომდე გამოიყენეთ ჩემთან წარქმეული სამზარეულო. დიდი მადლობა.